ღია კარის პრინციპი ეს არის ნატოს პრინციპი, რომელსაც გამუდმებით ეყრდნობა ყველა დეკლარაციაში, ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებში, ბოლოს ეს ნახსენები იყო უელსის სამიტის დოკუმენტში. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დღეს არის ასპირანტი ქვეყანა, ამის თაობაზე კონკრეტული მინიშნება იყო გაკეთებული სულ ცოტა ხნის წინ შეხვედრაზე ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ფორმატში და დეკლარაციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს მზაობა ასევე იმუშაოს ნატოსთან ბუქარესტის სამიტის განხორციელების პრიორიტეტის განხორციელებაზე, და ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რასაკვირველია ეს ბუნებრივია, რომ ალიანსის წევრებს ხშირად აქვთ განსაკუთრებული, განსხვავებული შეხედულება კონკრეტული მომენტების გათვალისწინებით, მაგრამ მნიშვნელოვანია ნატოს როგორც ალიანსის ერთიანი ხმა და მიმართულებით ეს მოხდა უკვე ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ასახული ნატოს განცხადება, რომელსაც განუხრელად მიყვება როგორც საქართველო, ასევე ალიანსი. ეს არის პროცესი, რომელშიც სართულია საქართველო, პროგრესი არის, ჩვენ მუშაობთ და მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ მივიღებთ ნატოს წევრობას მაშინ, როცა ამის შესაბამისი საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც იქნება და როცა საქართველოც და ალიანსიც იქნება მზად ამისთვის. მინდა დავადასტურო, რომ საქართველო განუხრელად მიყვება ამ გზას. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებისთვის. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც არის როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე საშინაო პოლიტიკის და ალიანსის მკაფიო განცხადება ამ თემაზე ეყრდნობა ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებას.